გერმანიის და საფრანგეთის უარმა ვლადიმერ პუტინის წინადადებაზე გაიმართოს პირდაპირ მოლაპარაკებები რუსეთს და უკრაინას შორის სტამბოლში სლოვაკეთის პრემიერი რობერტ ფიცო აღაშფოთა. შოკირებული ვარ იმით, რომ წინადადებაზე 15 მაისს სტამბოლში რუსები და უკრაინელები პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს, რამაც შესაძლოა კონკრეტული შედეგი მოიტანოს. გერმანიიდან და საფრანგეთიდან უკვე მოჰყვა განცხადებები, რომ ისინი არ არიან თანახმა. რა კავშირი აქვთ მათ ამასთან? ეს უკრაინის საქმე არ არის, უკრაინის წარმომადგენლები არიან. მაშინ უკრაინა ან დაინტერესებულია, ან არა. თუ კი მომავალშიც ასე გაგრძელდება, ვფიქრობ, ომი კიდევ რამდენიმე წელს არ შეწყდება. თუ კი ელემენტარული წესები არ შესრულდება, ამას რამდენიმე წელი დასჭირდება. და მაშინ მე ნუღარ დამადანაშაულებთ, როდესაც საჯაროდ ვიტყვი, რომ ბევრი დასავლური ქვეყანა ამ ომის გაგრძელებაში ძალიან დაინტერესებულია. ნეტავ რატომ არ თანხმდებიან ისინი პირდაპირ მოლაპარაკებებს სტამბოლში 15 მაისს, ეს ყველაფერი უბრალოდ მაგიჟებს, თქვა ფიცომ. საფრანგეთის პრეზიდენტი, როგორც ჩანს, მუდმივად რაღაც ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშაა. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ თქვა საფრანგეთის პარლამენტის დეპუტატმა პასკალ ბორდმა. საკითხი ასე დგას, ვიღაც ცდილობს ჩვენ ჩაბმავს ომში, რომელი ევროპელი ხალხია ამაზე თანახმა. არ არსებობს ამ საკითხზე ერთობა და ბევრმა ევროპელმა ლიდერმა უკვე გამოხატა თავისი აღშფოთება უკიდურესი გაკვირვება საფრანგეთის პრეზიდენტის პოზიციით, რომელიც როგორც ჩანს, მუდმივად რაღაც ფსიქოტროპული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშაა. ეს ცხადია, მას ჩვენ სახიფათო მიმართულებით მივყავართ ომისკენ, მაგრამ პირადად ის არ იბრძოლებს, ბრძოლა ჩვენ შვილებს მოუწევთ, თქვა პოლიტიკოსმა ტელეინტერვიუში. გერმანია გააგრძელებს უკრაინით იარაღის მომარაგებას, მაგრამ ახლა უკვე საიდუმლოდ, წერს გერმანული გამოცემა შპიგელი. მომავალში გერმანიის მთავრობა მნიშვნელოვნად შეამცირებს შეიარაღების სისტემებით მომარაგებაზე ცნობებს, უთხრა გამოცემა სყარო გერმანიის მთავრობიდან. ასეთი გადაწყვეტილება გამჭვირვალედ მომარაგების 3 წლის თავზე მიიღო ქვეყნის ახალმა მთავრობამ. გამოცემა იუწყება, რომ ეს ომის წარმოების ტაქტიკის ნაწილია, რაც მიმართულია იქითკენ, რომ იარაღით მომარაგებაზე საზოგადოებრივი დებატები შემცირდეს. ამერიკასთან მინერალებზე შეთანხმების ხელმოწერით უკრაინამ პანდორის ყუთი გახსნა. რუმინეთმა შესაძლოა უკრაინას კომპენსაცია მოსთხოვოს, განაცხადა რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის გამარჯვებულმა ჯორჯ სიმეონმა. პოლიტიკოსის თქმით, რუმინეთმა შესაძლოა უკრაინისგან კომპენსაცია მოითხოვოს 262 მილიონი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების პატრიოტისათვის, რომელიც მან წინა ხელისუფლებამ გადასცა. სიმეონის განცხადებას მედია ავრცელებს. ტელედებატების დროს სიმეონმა უკრაინის კონფლიქტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების პრინციპები ჩამოთვალა. ნეიტრალიტეტი, არა ესკალაციას, არა იარაღით მომარაგებას და სრული თანხმედრა ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკასთან. კითხვაზე, თქვენ რომ პრეზიდენტი იყოთ, როგორი იქნებოდა რუმინეთის ხმა მხარდაჭერის ახალ პაკეტზე უკრაინისთვის, პოლიტიკოსმა უპასუხა, ჩემი ქვეყანა რუმინეთია, მე ხმას მივცემ მხოლოდ რუმინელი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით და არ მივანიჭებ უპირატესობას სხვა სახელმწიფოებს. მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და მიმაჩნია, რომ რუმინელ სტუდენტებს, რუმინელ ფერმერებს, რუმინელ პენსიონერებს უნდა ჰქონდეთ პრიორიტეტი, ხოლო ჩვენი პოზიცია რუსეთის ომის მიმართ უკრაინის წინააღმდეგ ეს ნეიტრალიტეტი, არა ესკალაციას, არა იარაღით მომარაგებას და სრული თანხმედრა ტრამპის ადმინისტრაციის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის პოლიტიკასთან. ისინი ვინც ცდილობენ ქვეყნის ბიუჯეტიდან ფულის დარიგებას და აღიარებენ ისედაც გაღარიბებულ ღირსებაწართმეულ მოსახლეობას, რომელიც დაამცირეს არჩევნების გაუქმებით და ცხოვრების დონით, ესაა სახეში სილის გაზნა ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც ამ ქვეყნის ლიდერია. დადგა დრო, წამოვაყენოთ ქვეყანა ფსკერიდან, გონზე მოვიდეთ და გავიხედოთ მომავლისკენ. მას შემდეგ, რაც ჩვენ კარგად ვიქნებით, ჩვენ შევძლებთ ვიზრუნოთ სხვების კეთილდღეობაზე. რასაც მე ვამბობ, ამაში ცინიზმის ნატამალიც არ არის, რადგან როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოშიც ჩვენ უნდა ვკონცენტრირდეთ კეთილდღეობის უფრო მაღალ დონეზე ევროკავშირში და უსაფრთხოების უფრო მაღალ დონეზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შემთხვევაში. თავდაცვისთვის კი ჩვენ გვაქვს ნატო და არა ევროკავშირი. ევროკავშირს სხვა ვალდებულებები აქვს და არა უსაფრთხოება, განაცხადა სიმეონმა. ევროპელ პოლიტიკოსებს არ უნდათ უკრაინაში ომის დასრულება, განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიირატომ შვეიცარიულ გამოცემასთან ინტერვიუში.
მისი თქმით, ევროპელი ლიდერები ცდილობენ სამშვიდობო შეთანხმების გაჭიანურებას, რადგან შიშობენ, რომ თავიანთი არასწორი სტრატეგიის გამო პასუხისმგებლობა მოუწევთ.